ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი იწყება. განცხადება თბილისის წყლის ყოფილი უფროსის და კომპანია NCC-ის ხელმძღვანელის გეგი ქელბაქიანის დაკავებას შეეხება. განცხადებას აკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვrთავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება NCC-ის გენერალური დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე, რომლებმაც სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6.300.000 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 მილიონი ლარი ნაღდი ფული ეგრეთ წოდებული ატკატის სახით უკან დაუბრუნა გიორგი ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს. გარდა ამისა, ამავე პირების მიმართ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება რიყეზე მდებარე ბუდაბარის საკუთრების კანონიერების შესახებ, აგრეთვე თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით. დაკავებულ პირებს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინებად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის A და G პუნქტებით. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერ ახალ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაწოდებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში. ეს იყო პირდაპირი ჩართვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნინო გიორგობიანმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, რომ გეგი ქელბაქიანი კომპანია NCC-ის ხელმძღვანელი დაკავებული არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით. მან ფინანსურ მენეჯერთან ერთად ერთ-ერთ პირს ჩაურიცხა 6.300.000 ლარი. მოკლება მიმდინარეობს ასევე ბუდაბარის საკუთრებასთან დაკავშირებითაც.